მოვედი, როგორც იქნა ძლივს მოვახციე. აქ რა ხდება? ანუ შენი ნივთები შვილო. ეს ვიტამინი და იმას ვქნათ უნდა დალიო. გოგოებო, ვიყიდე ნესვი მარიკოსთვის, მე არ მეჭმევა და შესაბამისად ჩემთვის არ მჭირდება. შტატივი დამეზარა და რატო გაწვევთ, ან მე რატო ვიწვალებ თავ. 3 ლარი. ესეთი საყვარელი პაწაწუნა. დიდი არ მინდოდა მე რადგან არ მივირთმევ ჩემი მეუღლე აქეთ არ არის, რა ვიცი რისთვის მინდოდა. მამა ჩემს და მარიკოს ეყოფათ. მარიკოსთვის ლობიანი შეუცვლელი. კი. ესეთი კიკი. კი, საყვარელა. მაგ ხელა როგორ უნდა მივირთვასო 5 წლის ბავშვმაო და აგერ ბატონო. სულ გემრიელია გავუყავი. ნუ მე აღარ მივირთმევ თორე ვინ დატოვებდა. ამას მივირთმევს მე დღეს ან ხვალ რა ვიცი რცემონდე. სალათის ფურცელი. რომელიც არ მიყვარს, მაგრამ რას ვიზამთ, როგორც ხედავთ, კაი გასარეთ ხედავთ და მიმჭკნარიც. აქ კი გვაქვს რეჰანი, ასევე კიტრი და პომიდორი, რა თქმა უნდა, რაც აუცილებლად უნდა მივირთვა. მე ამასაც შიტ ამასაც შიტ იქნება კეიფის დღე. მანამდე რა თქმა უნდა გაირეცხოს. შემდეგ მოცვი გვინდოდა გვეყიდა, მაგრამ ვაიმეს როგორი ჩაუდია ღმერთოს რა. 7-8 ცალი ვიყიდე, მეტი მარიკოს არ უნდა ამ ორდღეში. ამ პროდუქტებში სულ გადავიხადე დაახლოებით 17 ლარი. მოცვი მინდოდა, მაგრამ ესეთი დაჭყლეტილი იყო, რომ აღარ ვიყიდე. გემრიელად მიირთვი. კარგი სუნი აქვს, მეც უსუნი. კარგი სუნი აქვს? თან გემოს ვაკარებული აქვს. გემოც კარგი აქვს? მიირთვი ჩემო სიყვარულო, მეტი. ყავა აუცილებლად. ხში არის ოთახი, რომელიც არის ცარიელი. ახლა ამას კი ხედავთ, როგორია და რა ხდება. ეს ახლა შევიტანით იქით ოთახში რომ მქონდა, ნუ ეს აქეთ გადმოვიტანე. აქ უნდა დაიკიდოს თაროები, გოგოებო, ეს ყველაფერი არის შესაძლებელი. აი აქ და ამას ახლა უნდა მივხედო. ეს ისინია რომ შევუკვეთეთ და აი ძალიან კმაყოფილი ვარ ხალხო. იმდენი რამე ეტევა რომ რა ვიცი რა გითხრათ. აქეთ მაქვს ესეთი ღია სივრცე, რომელსაც მე ფარდა ჭირდება, იმიტომ რომ ესე დაიმტვერება უფრო მეტად. აქ მაქვს ეს კარი, რომელიც უნდა შეიცვალოს დაახლოებით ოქტომბრისთვის. აქ არის ძალიან ძველი ფარდა, რომელიც ჯერჯერობით ეკიდოსო, ჩემო მეუღლემ დაანებე თავი, იმიტომ რომ აი აქ არის ეს ფანჯარა და უნდა დადგეს აი ეს ფანჯარა. მეტალო, რომელიც უკვე ნაყიდი გვაქვს, ასე რომ ეს კედელიც უნდა შეიღებოს, მაგრამ სანამ შეიღებება, მინდა რომ ყველაფერი მოვაწესრიგო, რომ მერე არ გაჭირდეს და ასე აურზაური არ იყოს. მილიონი ჩანთა მაქვს და შესაბამისად ეს რაღაცა 2 ნახე რომ მიჭედებული ყოლურსმანი და ეგრევე ჩაოკიდე და აი აქ უნდა დადგეს სად არის უფალო მიშველეთ. ხო, სადღაც არის აქ დაგდებული დიდი თარო და ეგ რა თქმა უნდა არ იყოფა. 1 თარო 2 თარო უნდა გაკეთდეს შესაძლოა 3-იც და დაიკიდოს ჩემი რაოდენობის დაიდოს უფრო სწორად ჩანთები, რომელიც მაქვს ზედა სართულზე ჩემი ძმის საძინებელში და ეს არის ძალიან ძველებური და არ ვაპირებ მაგის ჩამოხსნას, მინდა რომ შევღებო. ოღონდ სხვაგან მინდა დაიკიდოს, თუმცა აქაც მეგონი კარგია და აქაც წავა ჩანთები. შემოტანილი აი ეს კომოდი მარიამი რო დაიბადა, მაშინ ვიყიდეთ და აი იმდენად კარგად გამოვიყენე, რომ რა ვიცი, უბრალოდ ერთი უჯრა პირველი, რომელიც აღარ იღება, იმიტომ რომ ოთახშიო გაჩნდა ობი, ახალგარემონტაუზე რო ჩავრთეთ ის გაზი, გაიჭედა ისინი და ნერვები აღარ მეყო. ამიტომ გამოვაგდეთ, სხვა რაღაც შევიძინეთ. ეს ისედაც უკვე ძალიან დიდად გასიკავებდა, ჩემს დაბლა ოთახში მაღლა გქონდა, მომეთმები. და აქ ჩავალაგებ ახლა ისეთ რაღაცებს, რაც არის საზამთრო, აი აქაც მიყრია აქეთ მხარეს, ზოგიერთი ბავშვების ჩემი მარიკოს სათამაშოები, ეგ უნდა გადავახარეს ხოხოთ. მარიკო აქ რო არ იქნება, იქით არის ოთახში, არ მინდა აქ მტვერში იყოს. ეგეთი მტვერი არ არის, მაგრამ ნუ არ მინდა მაინც ასე დაურზაურში იყოს და მაინც თავისებური მტვერი აქვს.
ამ დახარისხებებს, ამიტომ უნდა შევუდგე მოკლედ საქმეს და სანამ წავალ სოფელში მინდა რომ ეს ოთახი მოვაწესრიგო. აქ ეს რა თქმა უნდა არ იქნება ბუნებრივი, აქ სულ სხვა ფარდა მექნება. ერთი სული მაქვს მეტალოს კარს როდის მოვიტანთ. დაახლოებით ოქტომბრისკენ გეგმავთ ან ნოემბრისკენ რო ეგ მეტალოს კარი აქ უნდა ჩადგეს. ფანჯარა უკვე ნაყიდი გვაქვს და მოიცლის თუ არა ჩემი ქმარი ახლა მართლა არ არის ამისი დრო და კაი არ გვეჩქარება და იყოს თუნდაც ცოტა მოგვიანებით, არ მეჩქარება მოკლედ. ძირითადად აი აქ რასაც ხედავთ არის ზამთრის სამოსი, პერანგები რომელიც მე მაქვს εν რაოდენობის და აღარ მეტევა იქით, გადმოვიტანე ნაწილი აქეთ. ასევე ბავშვი სათამაშოებიდან დავახარისხო, ბევრი ჩანთები მაქვს აქ. ასევე არის მარიკოს დიდი ზომა სამოსი, რომელიც ცოტა მოგვიანებით უნდა ჩაიცვას და ახლა მინდა რომ შევუნახო და ამისათვის მაქვს ადგილი და მაგის ქვეშ შევალაგებ. ეს მაგი და იდეაში საერთოდ არ მჭირდება, აქ უბრალოდ ეს ოთახი უნდა ყოფილიყო სახელოსნო. მაგრამ შეუძლებელი აქ იყო, ბავშვი იქ იყოს, აქ საყურები აკეთო, იქ ბავშვს მიხედო, არა. ამიტომ იქით გავაკეთე ეგ სივრცე, კი იცით, ეს კედელზე რო გავაკეთე ყველაფერი. ამიტომ აქ პატარა მაგი და მირჩენე უფრო ნაკლები, ანუ ადგილი რო დაიკავოს, თუმცა იმდენად დიდი ოთახია, რომ სიმართლე გითხრათ, დისკომფორტს ნაკლებად მიქმნის ახლა ეს მაგი და მაგრამ მინდა კიდევ ესენი ძალიან კარგია, აი რაც მაქვს, მაგრამ ნახეთ, რეალურად ჭერში რამხელა ადგილს ვკარგავ ბარგისთვის და ჭერი მჭირდება იმისათვის, რომ საბნები, ლეიბები, რაც არ მჭირდება და ცხელა და საბანი არ მჭირდება, მოვათავსო ხოლმე. ამიტომ მაგისათვის რაღაცა სხვა სივრცე უნდა გამოვყო. ხა ამაზე მოდა რაღა დავადგა, ვერაფერს დავადგამ, ხო? ამიტომ შემიძლია რომ ცოტა ცვლილებებიც გავაკეთო და თქვათ ასე და ასე კი არ იყოს, ორივე ასე იყოს და კიდე დავამატო რაღაც. არ ვიცი, ეგ არის საომავლო გეგმები, ახლა ყოველ შემთხვევაში ეტევა ყველაფერი. და ესე სეზონების მიხედვით მინდა ხოლმე რომ ასე ვთქვათ დავალაგო რა. აი აქ ეს ადგილი რისთვისაც არის, აი ეს გამოყოფილი არის ძალიან კარგი, იმისათვის რომ ჩანთები განლაგდეს. მართლა ძალიან ბევრი ჩანთა მაქვს ხალხო, აი ძალიან ამ დაალაგებას თქვენც მოისწრებით. მე რო ჩანთებს მათავალაგებ, არა ჯერ თაროები გვაქვს აყიდელი. ერთი თარო გვაქვს, მაგრამ ერთი ასე ყოფა. ამიტომ ეს მოგვიანებითი ამბავია. ახლა წავალ რაღაცებს გამოვზი და გადავახარისხე მარიკოს 1000 სქელის ამბოსი და უნდა დავიწყო ამას ჩალაგება. დღეს უნდა მოვრჩე ამას, რომ ხვალ ცოტა დავისვენო, მოვწესრიგდე და შაბათს წავიდეთ ერთად სოფელში. აქ ვინმეს სამოსი ხوار გინდა ჩემო გაწოდოთ მეზობელი კეთად. ახლა მე ამას აქ დავყრი. ვაიმე მიშველეთ. ვაიმე რამდენია. ეს ცოტა აქეთ გადმოვყაროთ, რომ არ მეტევა ამ კომოდზე. შემოგაყარეთ. დავიწყოთ ახლა ჩალაგება. პირველ უჯრაში იჭედება და რა ქვია ხალხო იმ რაღაცას რო ეძახიან სამასკავთუ რაღაცას ეძახიან. ეგ არის საყიდელი რომ გამოცვალოს, მაგრამ ასეც რო იყოს რა არო, მე არ მიშლის ხელს. მაგისათვის ახლა დამატებით რაღაცების ყიდვა ამ ეტაპზე ვიძახი რა. თუმცა ძალიან კაი უჯრაა, ძალიან კაი სივრცე აქვს სხვათა შორის ამას და რა თქმა უნდა ამის რაღაც ემას არ ვაპირებ. გავწმინდე, მაგრამ მოდი კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ გაწმენდის ამბავი. აქ რო ჩადგება მეტალო, აქ ისეთ ლამაზ ფარდას დავკიდებ, გოგოებო, რომ ხანდახან რო შემოვიდი და ყავაც დავლიო ხოლმე და აქაც რო ცოტა ვიჭორავთ, იქ რო რაღაცა ისეთი სიტუაცია მექნება, რომ ვერ ვიჭორავებ, აქ გამოვალ ყავას დავიდგამ, გადასარევი ადგილი მაქვს საჭორავოთ. დავიწყოთ. ზოგი ისეთი სამოსია გოგოებო, რაც იქით მქონდა რომ არც მიანო. არც მე ესენი მაგალითად ხემდან დიდი ზომებია, მაგრამ რა თქმა უნდა რომ არ გამიფუჭდეს და რაღაცა მირჩევნია მოვაწესრიგო, ჩავალაგო, ყველაფერი იყოს ისე როგორც მე მიყვარს ხოლმე, ასე რომ ვთქვათ. ჟაკეტი იდეაში ხაზკარდათ აქვს. მაგრამ ამ სიცხეში სადგინდა ჩააცვა, თუ დამჭირდა მერე კი აგერ არ მაქვს. გამოვიხე. ხო და ესეთი ამბები გოგოებო, ნუ აი ამ დაბლა სივრცეში, აი მონახეთ გაჩვენოთ, აი
აი აქ გაყოლებაზე სულ კიდია მარიკოს კაპები, მარიკოს ქურთუკები, ну ძალიან ბევრი. ასევე გვაქვს ძალიან ბევრი პატარა ზომები, რომელიც ზოგი ასე ვთქვათ, სადაც ერთი წუთით ზოგი ურნასთან დავდეთ, ზოგი ეკლესიასთან, ადრე ეკლესიასთან, მერე უფრო ძირითადად ურნასთან ვდებთ ხოლმე. ზოგი ისე, ზოგი ასე, მინდოდა გაჩუქება, აქაც გავაკეთე განცხადება, რომ მინდოდა გაჩუქება, მაგრამ რატომღაც არავინ არ გამომეხმაურა. ხო, აი ეს რო ჩანს ახლა გრძელი ღია თაროები, მაგის თავზე არის უზარმაზარი ადგილი, სადაც ასევე ჩანთები განლაგდება ჩემი, ან მაგალითად, თუნდაც შეგვიძლია ლეიბით საბანი, კარგად გადავახოთ, შევხვდო იმის თავზე დავდო. დროებით ნებისმიერი ის მაწყობს, რა ქვია. ნებისმიერი იმას ვითვისებ, ასე რა ვთქვა და მე მანდ კი ისედაც იმას ვიზავ. რა ქვია. ეს იყო ადრე, აქ ადრე მდგომი მყავდა, თუმცა მე წავიდა და სულ სხვა იდეა გვქონდა მოთახისათვის, მაგრამ მამამ რო ნახა, რომ უკვე ტანსაცმელი თავზე მეყარა და გამოუვალი მდგომარეობა მქონდა იქით ოთახში, გეხოწები არ მინდა ვარც გაქიროება არც არაფერი, ტანსაცმელების ის გააკეთე აქეთო. აქეთ ისე მინდა გოგოებო რომ გაკეთდეს და ისე მინდა რომ მოწესრიგდეს და გაკოხტავდეს. სხვათა შორის დედაჩიმა თქვა რომ აქ სულ დაგემტვერებაო და ჩამოსაცმელი პარკები როა, გირჩევნიო, ეგენი გააკეთო, იმიტომ რომ მაინც დაიმტვერებაო და არ ვიცი ფიქრობ, მაგრამ რომელ ერთ ჩამოვაცვა, ეგეც აღარ ვიცი. და ზუსტად სად იყიდება სიმართლით არც ეგ არ ვიცი. ესენია უკვე პაწაწუნა ზომები, რასაც აქ აღარ ჩავდებ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მინდოდა გაჩუქება, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. ძალიან საყვარელი სვიტერია. და კიდევ ერთი ჩანთა მაქვს, აგერ გამზადებული, გადარჩეული, რაც მინდა რომ მე გავაჩუქო და დავდებ ურნასთან და ვინმე წაიღებს უსაყვარლესი ზედა, რომელიც ძალიან კარგად გამოიყენა მარიკომ. უსაყვარლესი, ასევე ესეც პატარა ზომა და აქ აღარ ჩაიდება. ძალიან ბევრი აქსესუარები მაქვს, აი ესეთი ადრე რო ვქსოვდი და რაღაცები და მე თქვენთვის არ ვიცი მიჩვენებია თუ არა ჩემი ხელნაკეთი ჩანთები, რომელიც მინდა გაჩვენოთ. არ ვარ მე პროფესიონალი ქსოველი, ასე ვთქვათ, მაგრამ YouTube-ით ვისწავლე და სხვათა შორის რამდენიმე ჩანთა გაყიდულიც მაქვს და მინდა რომ გაჩვენოთ აუცილებლად. აღონჯერეთი აი ესენი დავალაგო, ეს დიდი ზომაა და ძალიან მომწონს და ეს აუცილებლად შევინახოთ. ძალიან ბევრი დიდი ზომა, რომელიც ინახება იმაში, სხვა სივრცეში, ჩანთებში, იმიტომ ფიზიკოდ ამდენისად კარადა რომ დავალაგო. ასევე ძალიან მიყვარს სულეცვა ორჯერ, რომელიც დაუპატარავ და ძალიან მინანება იმისთვის, რა ქვია, რომ იდოს და არავინ იჩუქოს, მაგრამ რა ვქნა, ხალხო, არავინ გამოჩნდა და რაღაცა ისეთი ის ვიგრძენი მე რამდენჯერმე კომენტარი თითქოს რაღაცა ნახმარები გინდა რომ გაასაღო თუ რაღაცა იყო 1-2 და ძალიან გაუბრაზდა ჩემო მეუღლე დაანებე თავის საერთოდ და ნუ დადებ ხოლმე სოციალ-ქსელში არა და მთელი გულით რო გინდა რომ გააჩუქო ძალიან დამწყდა მე გული ასევე ეს არის ძალიან ლამაზი რომელსაც ვუნახავ დიდი ზომა ხო და შირო გულით გინდა გააჩუქო და ვიღაცა გეტყვის ნაგავსასაღებო თუ რაღაც აი ამას უბრალოდ მითხარით ბავშვს რომელსაც სულ ორჯერ ეცვა და სამჯერაც არ ეცვა მე მგონი რა აქვს დასაწუნი უბრალოდ მაინტერესებს და ადამიანების რაღაცა სინაგლე საზღვარი არ აქვს ხოლმე ხანდახან რა ეს ეგრეთ წოდებული პლაშოვკა რომელიც ძალიან კარგად აქვს და იყენებს გადასარევად მარიკო ჩემს ადგილზე არ გაბრაზდებოდით ეგრე რომ ვიმესე თქვა დარწმუნებული ვარ ძალიან გაბრაზდებოდით აი მე საით გადაყრილა ეს თვალსაც მე ძალიან გავბრაზდი და აღარ გავაჩუქე ეს სვიტერი გადავაგდოთ იმიტომ რომ გადასაგდებია დალაქავებულია და აღარ გასდის აღარაფერი ეს არის ასევე ძალიან დიდი ზომა, რომელიც უნდა გადავაგდო. იმიტომ რაღაც ლაქები აქვს და არ გამოუვიდა. ეს ნახო ერთი შევათვალე, რასაც არ გასდის ლაქა იმას უყრი რა თქმა უნდა. აღარ მინდა ამდენი ის შევინახო მილიარდი 60.
ეს სვიტერი იმდენად მიყვარს და ისე კარგად იყენებს მარიკო და ისე უხდება ხალხო ულამაზესია და რა თქმა უნდა არ გადავახდებ მისი ზომაა ჯერჯერობით და გამოიყენებს გადასარავად თუ დალაქავდება რა თქმა უნდა დალაქავებას არ გავაჩუქებ ბუნებრივია და ძალიან ვთხოვ ადამიანებს ვინც ასეთი კომენტარებით შემოიფარგლებით ვიღაცას რომ უნდოდეს დაწეროს რომ მე ვიჩუქებო ამით დასაწავიდა ტელეფონი მე ვიჩუქებო ვერ დაწერს კომენტარს რომ გადახედავს და სირცხვილია უბრალოდ ეგეთი რამე რა მოერიდება მე იმ ადამიანს რომ დაწეროს რომ მე ვიჩუქებო უსაყვარლესი სვიტერი რომელიც ასევე ძალიან კარგად იყენებს მარიკო ჩავდოთ ასე რომ ძალიან გული მწყდება რომ ადამიანებს შეუძლიათ მსგავსი რაღაცების დაწერა ძალიან მწყდება გული ხო იცით როგორ ეწერა რომ მე ასეთ კაბებს 10 ლარებშიც კი იყიდის და ასეთ რაღაცებს 5 ლარებშიც კი იყიდის იყიდეთ ბატონო და სხვას არ აქვს ეგ 5 ლარის და დააცადეთ ადამიანს რომ იჩუქოს არ შეიძლება ვერ გავიგე ძალიან დამწყდა გული და ჩვენ მეუღლემ აღარ დავინახო რომ დადო ეგეთი რამეო მე რო ზიხარო ტირიხარ მიდვილოფო და შეეშვიო ეს ძალიან კარგი კაბაა რომელიც შემაჩუქა და ეს ბანტები აქვს და ულამაზესია თქვენს ფოტოები სავარაუდოდ ნანახი გექნებათ ვდებდი ხოლმე ხშირად YouTube-ზე ამ სამოსით ვიდეოებს შევუნახოთ ეს კაბები აქეთ არა კაბების სივრცე იქით მაქვს დედაფჩხილები რა დღეში მაქვს უნდა ვიტეხე ასევე სვიტერი რომელიც ახლაც კარგად ექნება ძალიან თბილიც არის მაგრამ არ მომწონს იბუძება იბურძგლება აი არა ამას მე აღარ შევინახავ ეგ არის გამორიცხული ასეთი აქვს ორი და ცოტა ვერ მივხვდი მარიკოს კაბა ეს არის როგორც იცით უფრო ელასტიკზე ჩასაცმელია მარიკოს კაბასავით აქვს და ძალიან კარგად ვიყენებთ და ეს არის ცოტა მეტად გაშლილი ვიდრე ის ეს კიდე ცოტა სხვანაირია რომელიც ახლა შეუძლია სიგრილეში ჩაიცოს ამიტომ ეს დავდოთ ზემოდან ოთახიდან ვეზიდები უკვე გადარჩეულ იმას რა ქვია ტანსაცმელს ეს ასე პირველი უჯერ შევისო ერთი წუთით ეს უნდა ვნახო ეს ხوارე რომის გადაგდებაც მინდოდა ერთი წუთი ვნახოთ ეს უკვე პატარა აქ მარიკოს აი რა ეს ჯონჯო ყვარელი ამას ვერ გადავაგდებ ნახეთ როგორი საყვარელია ძალიან საყვარელია თან გაფუჭებული არ არის როგორ გინდა გადააგდო ვერ გადავაგდებ ნამდვილად თუ ვინმე იჩუქებს აი რაც გაჩვენეთ გასაჩუქებელი რაც ვახსენე სიამოვნებით გავაჩუქებ ამასაც ეს ძალიან მიყვარს მარიკო ძალიან კარგად იყენებს ამიტომ მოდი შევინახოთ ხო და მაგას ვამბობ გოგოებო რომ ანუ რა გინდა რა ვიღაცა მიჩუქოს რას იგესლები შვილო მე რა იმ ვიღაცა სხვენია რომ აჩუქე გითხრას იმიტომ რომ რაღაცა გული გამს და მეთქი ვინ არის რაღაცა ის არის არ შეიძლება ასევე ჩუქდება დარწმუნებული ძალიან ბევრი რამ იქნება რაც ჩუქდება იქნება დაკარგული რომ მეგონა მარიკოს ერთ თავის ჩანთაში ქონია შენახული ვგიჟდები ისე მიყვარს და ისეთი ლამაზი ფერებია მე ხოლმე მეკეტება ფერებზე ხო და ამას სავარაუდოდ ელემენტებია გამოსაცვლელი კი არა და ბოდიში დასატენია დავტენი და მე ერთად გავგრილდეთ ანუ სად ვიპოვეთ არ მოიდგეთ კიდე ახალი არ ვიყიდე
და ჟამი ეს აქედან მოვაშოროთ ვაიმე და გაჩვენოთ ჩემი ხაიმე როგორ არ მოწოს ეს ფერი ფარდა ცუდად თუ არ ხელნაკეთი რაღაცეები კიდე ძალიან ბევრი მაქვს მაგრამ სადღაც მაქვს ახლა იმებს ვერ ამოვყრი მაგრამ ახლა გაჩვენებთ იმებს რაც ერთ სივრცეში დავალაგეთ მე და დედამ და მიაწერა დედამ გვანცას მივდები ოკეი გამოვიყიოთ რომ აქეთ არა მაქვს ადგილი დაგანახოთ მე როგორც ვაკეთებ ჩანთებს ასევე რაღაც პატარ-პატარ რაღაცებსაც ვაკეთებდი და ძალიან ბევრი რამე მაქვს მოკლედ რაც არის ჩემი გაკეთებული ეს არის ყელსაბამი აი უფრო რაღი ქვათ კარგად გაჩვენებთ აი ასე კეთდება რომელსაც ან შეგიძლიათ ასე გაიკეთოთ რომელსაც აი აქ აქვს ნახეთ აი ესეთი თვლები ახლა მოგრეხილი იდო და გასასწორებელია ეს უთოთით შეგვიძლია გავასწოროთ არის ძალიან ლამაზი პერანგებზე გასაკეთებლად აი მე ღმერთო ეს არის შეგიძლია საფულეთაც გამოიყენო ადამიანმა ეს არც მახსოვდა სიმართლე რომ გითხრათ ესეთი ჩასატები შესაკრავი გამიკეთებია რაღაცები გადავყარე კიდეც ახლა და ესენი რა ვიცი შემორჩა ეთყობა ასევე ძალიან მიყვარს და არ ვყრი აი ამებს რომელიც არის ჩემი ხელით გაკეთებული ყველა დეტალი ეს ძალიან ადრე მაქვს გაკეთებული გოგოებო და რა თქმა უნდა ჩეპეები ეგრეთ წოდებული ჩანს მაგრამ ძალიან ადრე მაქვს გაკეთებული და მით უფრო აი ამ თოჯინაზე უბრალოდ ვგიჟდები ისე მომწონს თმები ყველაფერი ჩემი ხელით არის გაკეთებული აი ასევე ეს ასევე ეს რომელიცაც ყავდა შვილები და გადავყარე და ეს ძალიან არ მომწონს და გადავაგდოთ ასევე გაკეთებული არის ეს ჩემი ხელით რომელიც ძალიან პატარა რო ვიყავი, მაშინ გავაკეთე სამაჯური, სხვათა შორის ამ სამაჯურს ვატარებდი ხოლმე, მინდა გითხრათ. და ძალიან ლამაზი იყო ხელზე და ადრე რაღაცა მოდაშიც იყო. ადრე. ასევე ეს გოგონა არ ვიცი რატო ვინახავ, ალბათ იმ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს მახსენებს და ალბათ ეს იყო სათავე რა რაღაცების დაწყების. ასევე ქალბატონი ძალიან მიყვარს, აი ძალიან ესეც და ვითომ არაფერი, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე სამაჯური, რომელიც ჩემი ხელით არის მუქსოვილი და გაკეთებული და ასევე ამასაც ვატარებდი. ამას ვატარებდი ძალიან აქტიურად, რომელიც ასევე ჩემი ხელით არის გაკეთებული და წლები გამოვიყენე, მინდა გითხრათ, ეს ძაფები. ასევე ეს ქალბატონი, რომელიც ჩემი ხელით გავაკეთე, სხვადასხვა ნაჭრებით. და ამას აქვს საკიდი, აი ესეთი. აქ ისეთი მეტი არაფერი არ გახლავთ. ახლა გადავიდეთ უკეთეს ნაწილზე, რომელიც უფრო მეტად დავხვეწე მერე დროთა განმავლობაში. ეს იყო ძალიან მოდაში, მერე გადავიდა მოდიდან, ახლა რაღაცა ისევ ვამჩნევ, რომ ცოტა აქტიურ ფაზაშია. რაღაცები პატარ-პატარა შეცდომები არის, მაგრამ მიყვარს და ამეების გადაყრას რა თქმა უნდა არ ვაპირებ. ეს ისეთი ჩანთა, რომელსაც ახლაც კი ავდგები და გავიკეთებ და წავალ სადმე. არ ვიცი, რაღაცა ძალიან ბნელა აქვს. და ვერ დაინახავთ ისე როგორც მე მინდა, იმიტომ რომ ულამაზესი ფერია, რაღაც პატარ-პატარა რაღაცები ემჩნევა. მაგრამ ანუ ხო ხვდებით რა, ძალიან დიდი სიამოვნებით რამე რო იყოს, აუცილებლად გავიკეთებ ამ ჩანთას, მაგრამ რადგან ძალიან მარტივად იმტვერება, ვეცდები სხვაგან შევინახო. შემდეგი მოდელი არა, არ ჩანს მოიცათ, მეტად გამოჩნდება, ცოტა სხვაგან დავდე. ხო, კი, უფრო მეტად ჩანს. მეორე მოდელი, რომელიც ძალიან მიყვარს და ხალხო უდიდესი შრომა მაქვს ჩადებული, იმიტომ რომ არ ვიცოდი YouTube-ით ვსწავლობდი და
მართლა ძალიან ბევრი მაქვს ნაშრომი, მინდა გითხრათ. ეს ჩანთა, რომელსაც ეს შესაკრავი აქვს და შეგვიძლია რომ ეს გადავიკიდოთ. ყველაზე საყვარელი ერთ-ერთი ჩემი ჩანთა უნდა გაჩვენოთ, რომლის ფერზეც უბრალოდ ვგიჟდები, რამდენჯერმე მქონდა ამის შემოთავაზება და არ გავყიდე, ეს გახლავთ აი ეს იასამნისფერი უღულესი, რომელიც ჩვეულებრივი ძაფით მაქვს მოქსოვილი და არა ვთქვათ როგორც ეს არის მყარი. არასდროს არ მკეთებია ასე აქტიურად, უბრალოდ ძალიან მიყვარს და ჩემს ხასიათს გამოხატავს აი ეს ჩანთა. იმიტომ რომ მე იასამნისფერებზე ვაფრენ და შავზე. ორივეს კომბინაცია ძალიან მიყვარს და აქ თითქოს ვარდისფერი ჩანს, მაგრამ არა, იასამნისფერია. და აუცილებლად გამოვიყენებ მოგვიანებით. ასევე აი ეს მოდელი. უკვე გასარეცხია, მაგრამ ესენი რითი უნდა გავრეთ სხვა, არ ვიცი, დებისგან რამდენი წელი გავიდა იმის მერე, ესეთი მოდელია. ესეთი. საჩულები არ აქვს ოღონდ. არც ერთს. და აქ მაქვს საკიდები, უკვე გაკეთებული, რომელსაც უნდა ჩამოკიდო. შემდეგი ასევე ჩემი სიყვარული მინდა გაჩვენოთ და ვგიჟდები ამ ფერებზე, ამ ორ კომბინაციაზე ვგიჟდები, ძალიან მომწონს. აი ესეთი ჩანთა, რომელსაც ასევე საკიდები აქვს და საკიდების გაკეთება უნდა. არის ჩანთები აქ, რომელიც შემიძლია უბრალოდ რაღაცების ჩასაყრელადაც გამოვიყენო. სიმართლე გითხრათ, იმდენი ხანი ესენი არ ამომილაგებია, რომ რაღაცები ახლა თავიდან მომწონს. ესეთი გუდას ვეძახი ამას. ვიცი, არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ წმინდებით შეგვიძლია ჩავყაროთ. არაფერი განსაკუთრებული. ასევე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ჩანთა, რომელსაც აი სიამოვნებით გამოვიყენებ რაღაც ისეთი რაღაცების გადასაღებად. აქ რო ჩაიტენება რაღაცები, რაც გინდათ რომ ჩადოთ, მერე კარგ ფორმას მიიღებს, ახლა ჩაკუჭული იყო შესაბამისად, ისეთი ფორმა ამას ვერანაირად ვერ ექნება. აი ნახეთ, უბრალოდ რა ლამაზია ხალხო, იმიტომ არა რომ ჩემი გაკეთებულია, უბრალოდ მართლა ძალიან ლამაზია. შიგნიდან თავისი აქვს ღილი, რომელიც შეგვიძლია მერე აი ასე და გპირდებით რომ სადმე ამ ჩანთით აუცილებლად ვნახავთ, იმიტომ რომ აქ რაღაცები ჩაიყრება, იბერება და არის ულამაზესი. აი ძალიან მომწონს და ამ ჩანთას აუცილებლად გამოვიყენებ. ასევე ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ჩანთა მინდა რომ გაჩვენოთ, რომელზეც ასევე იმდენი ჯერ ვგიჟდები, უკვე შევა მოგაბეზრდა თავი, მაგრამ ვგიჟდები დიახაც აი ამ ჩანთაზე. აქ იბერება, ბავშვების და მოპრუჭნო. არის უსაყვარლესი, ამას მერე ცოტა დავამოკლებ, ცოტა გრძელია და ძალიან საყვარელია, შეგვიძლია უბრალოდ აი ასეც წავიღოთ და სულ არ უნდა აი ეს ჯაჭვი თუ არ მოგინდება. მე რამდენი რამე მქონია მიშველეთ. ასევე ჩემი ქისა ესეთი, რომელშიც შეგიძლია რაღაცები ჩაყარო. ძალიან ბევრია გოგოები, ხო კარგად ზიხართ. რომელსაც ასევე აქვს სამაგრები და შეგვიძლია რომ გავუკეთოთ. და რამდენი ყოფილა? ესენიც მახსოვდა ხალხო. რა თქმა უნდა, ყველას აქვს ფორმა და კარგული სამწუხაროდ, მაგრამ მე ეს გასწორდება. ოღონდ ასე ჩაკუჭვა ამისი არ შეიძლება. ასევე აქვს თავისი სამაგრები, რომელსაც ჯეჯაჭვები არ აქვს. შემიძლია გავაჩუქო, თავისი შესაკვირველი აქვს ეს მოდელი. ვინმეს თქვენ შვილს თუ აჩვენებთ და მოეწონება სათამაშოდ, შემიძლია დავუთმო სიხარული. რა იპოვა გვანცამ, ამას მე გავრეცხავ, მერე აი ეს იპოვა გვანცამ, რომელიც ადრე ძალიან მოსწონდა. აი ეს მოდელი იპოვა გვანცამ, რომელიც დიდი ხანია აღარ შემხვიდე, იმიტომ რომ არ ამომილაგებია, ასევე ეს ასე.
ამას მე გავრეცხავ, შევაცუნცულებ ჩემს იქით ოთახში და რაღაცებს მოვათავსებ დიდი სიამოვნებით. ასევე ძალიან მომწონს აი ეს ჩანთა, რომელზეც ვაიმე ძალიან დიდი დრო დავხარჯე რაღა დაგიმალოთ, იმიტომ რომ სხვადასხვა ფერებში აწყობილი და ძალიან გამიჭირდა ამის გაკეთება. არ დავმალავ. ვისაც ქსოვა გეცოდინებათ და იცით, თქვენთვის არის უმარტივესი, ჩემთვის ძალიან რთული იყო, რომელსაც ტყუილად ვდებ, იმიტომ რომ სიამოვნებით გამოვიყენებ. სადმე აი უცებ რო გამოიქცე და ეგეთი რაღაცისთვის ეს ხვათა შორის ერთი წუთით მქონდა წაღებული საბერძნეთში და ძალიან კარგად გამოვიყენე ხალხო, არის უსაყვარლესი ჩანთა. უსაყვარლესი, ვინმე თუ მეტყვით რომ სარჩული უნდა ვიცი მეგობრებო, უბრალოდ ამებს სარჩული არ აქვს. ასევე შეგვიძლია შევკრათ აი ამ თასმით და საბერძნეთში ამით დავშრიალებდი ძალიან ბედნიერად და ძალიან ბევრის ყურადღებას იქცევდა ხოლმე და სხვათა შორის მე სადაც დავიწყე ის ძალიან მოკლე ხანი მუშაობა, თხოვა რომ შეგიძლიაო ჩანთა მომიქსო და თუ ის ფოტო ვიპოვე, ძალიან მინდა რომ გაჩვენოთ, არ ვიცი იმ ტელეფონში არ მაქვს, სხვა ტელეფონში მაქვს და ნუ მოკე თუ ვიპოვე, ავსვეთ მინდა რომ გაჩვენოთ. ეგრეთ წოდებული ქისა, ასევე შემიძლია გავაჩუქო ეს ორი. იდეაში საფულია, ან არ ვიცი. რა ვიფიქრე, მაშინ არ ვიცი. ვაიმე, ამაზე რამდენი შრომა მაქვს ჩადებული, ღმერთო. მერთო. აი ჩანთა. რა თქმა უნდა, ხალხო, სიზუსტე და აუდა რაღაცები არ აქვს, იმიტომ რომ თვითნასწავლი ვარ და იმდენი დროც არ დამიხარჯავს ამის სწავლაში, რამდენიც სჭირდება ქსოვას, თუმცა ვფიქრობ, რომ რა ვიცი, ცუდი არ უნდა იყოს. თქვენ რას ფიქრობთ? ხო, მე არ მგონი ცუდი იყოს. ასევე აი ეს მოდელი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელსაც აქ დაუმაგრდეს ღილი და ჩამკეტი აქვს. ძალიან მიყვარს ეს ჩანთაც. იცოდეთ, რომ მე ამდენამეს ქსოვდი, თუ ხარგავდი, თუ ძალიან ბევრ ამას ვაკეთებდი. მიყვარს ძალიან და სიამოვნებით დავიჭერდი ხანდახან, ალბათ. ამასობაში ძველი მეტრომანი ვიპოვე. და ვიდით ბოლო ჩანთა, კიდე დანარჩენებისად მაქვს არ ვიცი სადღაცა არის, რომელიც ასევე ძალიან მომწონს. აი ამებში რომ გაიბერება კარგად ყველაფერი და ეს რომ ჩაიკეტება აი ასე, როგორც ახლა მე ჩავკეტავ ამას და რატო ვერ ვკეტავ უკაცრავად. ასე და აქ ჩავალაგებთ. ახლა ნახე უკვე ნერვები მომიშალა. იმიტომ რომ გვანცა არ შეიძლება ამის ჩაკუჭვა, სხვა ფორმებს იღებს მერე, ხო იცოდი. მაგრამ რამდენი რამეს ადგინდა დადო. ხო, მოკლედ რა ხო ხდების, როგორც არის ძალიან კარგი გამოსაყენებელია. როგორც გითხარით, კიდევ მაქვს საწყრი არ ვიცი ოღონდ. ვიპოვე იმებსაც გაჩვენებთ და ასევე ამ ჩანთებს არ გულისხმობთ, იცეხა რომ თქვი ძალიან ბევრი ჩანთა მაქვს, თქვა, ანუ ყოველდღიურად რესტორნისთვის, ამისთვის, იმისთვის, რაებსაც ვინახავ ხოლმე. ვინახავ რა, ანუ ვიყენებ, მაგრამ რაც მარიკო დაიბადა, ვინახავ, იმიტომ რომ მათ ჩანთებით ზირთად მე მიყვარდა ადრე ხელის მოსაკიდებელი ჩანთა. გადასაკიდებელ ჩანთებს მე არ ვიყენებდი. შესაბამისად, ზუსტად ეგეთი მოდელები მაქვს ყველა თითქმის ესეთი. ხო და რაც მარიკო დაიბადა, გოგოებო, ფიზიკურად მაგით ვეღარ დავდივარ, იმიტომ რომ არ არის პრაქტიკული და ამიტომაც გადავედი სხვა ჩანთებზე. აი ხალხო, ღმერთო, მაღალო, ახლა როგორც ავარ. გაჩლილი ფარჩევანგივი დღოს შუაში მოვყოფე მთელი ცხოვრება. აბა დამაჩქედით. აკეთეთ? არ ვიცი რა. ხა როგორ უძლებ ჩემს ლამაზეს? ხო?
ახლა რა მიდავთქვა დღესა მივდივარ სამსახურში ახლა ხო როგორც მე ვარ აი ესეთი ხალისით უნდა წახვიდეთ ხალხო სამსახურში ბედნიერები ვარსკვლავები და დაგციმციმებდეთ თვალებზე ხო თქვენ თუ არ შეიქმნით ხო განწყობა ის შეაშაო ფეხა თავს მოიკრათ თავრობა თქვენი განწყობისთვის ხო თქვენ უნდა იმას აქეთ ისე ყალასაყარ ველაპარაკე არა გავცემ ხმას ამომიყვანა ყელში ის არის გავებუტე იყოს ერთი ორი კვირა ის არის რეკოს არ ავპაშო ხომ არ ახსნი ტელეფონს არა შო ფაშიძე პატარავები ხო რას ქვია ჯარი არა გავიბუტე რა ხდა ის ხასიათი დიოს ახლა ხო ის არის ზამთარში ვთხოვე და რა გახდა ერთი ვირი ხალუთ ტრანსპორტითა ვერ დავდივარ რა ის არის აღმართი რო არის ჩემთანა ვერ ამოდის რომ მოთხოვს კანეც უკვე რომ მოთხოვს ჩერდება ტრანსპორტი და მეთქი ის არის მოწიწებით ვთხოვე რა მეთქი კალა ერთი ვირი მეთქი ჩემთვის ვირი რა გახდა ხო და მე რა გდა რა ვიცი ვირები გაწყდნენ ვირი ვერი შოვა მთელი კახეთი ვირსამი აქვს მაგრამ რა ვიცი ჩემთვის დაიკიდა საბაჟო ვირების ხო და ისე გავიბუტე აი სამთვის მერე და მე რო თხოვების მერე 2 წელი გავიდა მაგრამ ეხლა გამახსენდა ნერვები ამეშალა ხო აი ინფლუენსერები ასე შვებიან აი ბედნიერი ხარ ხო